ქართული მედია საუბრობს იმ აღვირახსნილ პროპაგანდაზე, ასევე კორუფციაზე, რაც ახლა ნელ-ნელა ზედაპირზე ამოდის, ხო და იმ დროს, როდესაც ვთქვათ 20 წლის სტუდენტებს ესე შევარდნით, მარშებზე შევარდნით აკავებს სრულიად უმიზეზოდ ქართული ეგრეთ წოდებული პოლიცია, ოცნების მაღალჩინოსნები დაუსჯელი დასეირნობენ, ხო? აი ამაზე რას გვეტყვით? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, ნატაც სწორად ამბობდა და ბოლო პერიოდის აი კორუფციასთან ბრძოლის ვითომ რაღაცა კამპანიამ, რომელიც სინამდვილეში შიდა კლანური ომი არის ქართულ ოცნებაში და მეტი არაფერი და ივანიშვილის პარანოის გამოვლინება არის. ძალიან დაადასტურა, ძალიან მკაფიოდ ის, რომ რასაც აქამდე ვამბობდით კორუფციაზე, მათ მიერ სახელმწიფო რესურსების მიტაცებაზე, ხალხის ძარცვაზე და ქვეყნის გაღარიბებაზე ყველაფერი მართალი ყოფილა. და ეს რაღაც ბოლოდროინდელი დაჭერებიც და თითქოს რაღაც კორუფციასთან ბრძოლა ამის ნათელი დასტური გახდა. მე იმასაც ვეტყვი ჩვენს მსმენელს, რომ როგორც ამაში ვიყავით მართლები, ისე ვართ მართლები იმაში, არჩევნები გაყავდა, ისევ მართლები იმაში, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალეს და ისევ მართლები იმაში, რომ ამ ხალხს ქართული ოცნების, ანტიქართული ოცნების წევრებს არაფერი არ აინტერესებს გარდა პირადი კეთილდღეობისა. ამაშიც მართლები ვიყავით და შეუძლებელია ალბათ წინა წლებში არ ცოდნოდათ რა თქმა უნდა, რაც ხდება. რა თქმა უნდა, იცოდნენ და რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩართული იყვნენ და დღემდე ჩართული არიან. ხო, ანუ ეს ერთი დადასტურება იყო ძალიან კარგი. მეორეს მხრივ ხა აი ეს ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ პედაგოგი ციხეში, სტუდენტი ციხეში, მრავალშვილიანი მამა ციხეში, რაღაცა ხელოსანი ციხეში, მსახიობი ციხეში, პოეტი ციხეში და ირაკლი ღარიბაშვილი და ეს რაღაცა მთელი ეს პოლიტიკური კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომელთაც სახში უპოვეს ოქროს ზოდები ხალხო, ესენი არიან გარეთ, ესენი არიან თავისუფლებაზე და კიდევ უამრავი ქართული ოცნების ჩინოვნიკი არის აბსოლუტურად თუ დაუსჯელი, არამედ რავი წევრი არის ქართული კახაკალაძე არის ქართული ოცნების მოქმედი წევრი და გენდივანი, ხო ესეა, რავი ბექა ოდიშარია, ქოჩა ენუქიძე, ეს მთელი კორუფციული იმპერია რაც აქვს აშენებული ამ ყველაფერს, ამ პარტიას ეს ხალხი გარეთ არის და ეს საუკეთესო ნარჩევი საზოგადოება საქართველოსი აბსოლუტურად უდანაშაულო ხალხი არის ციხეში. რაც აი კიდე ერთი დასტურია, სწორად თქვა მათ შორის ნატამ, რომ აი კარგად დაინახა ხალხმა მათ შორის და მე მგონია უფრო კარგად დაინახა ვიდრე აქამდე ხედავდა, როგორ მუშაობს სისტემა მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, როგორ მუშაობს, როგორ ასრულებს თავის როლს ამ ყველაფერში სასამართლო, როგორ ასრულებს თავის როლს ამ ყველაფერში ძალოვანი სტრუქტურები, როგორ ასრულებს მედია პროპაგანდა თავის როლს ამ ყველაფერში და როგორ გვისაღებენ შავს თეთრად და თეთრ-შავად. აი ამ შერჩევით სამართალს ხო გამორიცხულია ხა ქართული საზოგადოება არ ხედავდეს ის ნაწილი ვინც დგას რუსთაველზე და სხვა შორის ისიც ვინც არ დგას იმიტომ რომ უსამართლობა მე საბოლოოდ ყოველას კართან მივიდა და დააკაკუა. ნამდვილად და ქართული ოცნების კართან მივიდა, ქართული ოცნების წევრების და ყოფილი წევრების კართან მივიდა უპირველესად და მე მგონია რომ ასეთი გარდამტეხი მომენტი ქართული ოცნების მხარდამჭერების და მათი წევრების ასე ვთქვათ მეხსიერებაში, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, არასდროს არ ყოფილა. როდესაც უცებ დაინახეს რომ ეს რეპრესიები, ეს ჩაგვრა, ეს სისტემა, სასამართლოც ყველაფერი უკვე მათ ოპონენტებზე კი არ მუშაობს მარტო და რაღაც პოლიტიკურ პარტიებს და მედიებს კი არ დაძდევენ და მე კი არ აკავებენ ამ ხალხს, არამედ მათთან მივიდა, მათ სახლში, მათ კარებთან ჩაიმუხლა ამ რეპრესიულმა აქლებმა და აი ხან ბორჯომში დაიჭირეს ვიღაც ბიზნესმენი, ხან ხაშურში, ხან თბილისში, ხან ვანში. ეს ხალხი რო იცოდეთ იმისთვის დაიჭირეს, რაც მანამდე ნებადართული იყო მათთვის, ან მართლა რამე და უცებ ეს წარმოიდგინეთ ხა ვინც ჯერჯერობით დაჭერილი არის და ვინც ქართული ოცნების წევრი არის დღესაც და მოქმედი ან ბიზნესმენი არიან, ჩინოვნიკი არის, ეს რაჭკუაზე არის ეს ადამიანი, რომ აქამდე რაც მაკეთებინეს და რაზეც მწვანე შუქი მქონდა ანთებული, უცებ ამის გამო დაჭერები დაიწყო ბიზნესამ, ხო? იმიტომ რომ რაღაცა მოილანდა. ზუსტად მანდ ვარ და ბოდი შეგაწყვეტე რომ ზუსტად ეგ უნდა მეკითხა. ნახე, ეხლა ეს ადამიანები გამორიცხული ხა მე თქვენ ჩვენ ვამშნევთ იმას რომ ეს ქაოსი იგრძნობა შიგნით, მაგრამ დანარჩენები ვისი რიგის ჯერ არ დამდგარა. ამ ადამიანების იმედი რა არის? თუ იმედი არ აქვს და უბრალოდ ეხლა შიშის მომენტი, ანუ რატო ვერ გამოდიან იქიდან? ეხლა ხო ხვდებიან რომ ადრე თუ დღეს იქნება თუ ხვალ მათანაც მივლენ. შემაკავებელი რა არის? შიში და ტერორი, რომელიც შეიძლება ასმაგი იყოს ვიდრე ჩვენთან არის, თუ მაინც კონფორმიზმი? კი ბატონო, ერთი ის რომ მაინც აი გაყურსულები არიან და ელოდებიან აი როგორ წარიმართება პროცესი, რამე დროს იქნებ ბიზნესა გონს მოეგოს იქნებ ჩამოვარდეს ბიზნესა. მე დარწმუნებული ვარ ბიზნეს ჩამოგდებას და ასე თქვა მის რეჟიმის დასრულებას. მაშინვე შეიცვლება რიტორიკა. რა თქმა უნდა, თვითონ შეიცვლიან და რა თქმა უნდა ეგრევე ასე თქვა სხვა გახდება და ანუ მათ უფრო უნდა. მე მგონია რომ ისინი უფრო არიან დაინტერესებული რეჟიმის ცვლილებით ვიდრე რეალურად ჩვენ შეიძლება ვიყოთ. ხო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცვლილებაც და ეს ნახეთ ამის შედეგებს რო ჩვენ ვერ ვხედავთ ჯერჯერობით. ეს გასაკვირია, იმიტომ რომ მიმდინარე პროცესია გესმით. ეს ახალი დაწყებულია შიდა კლანური ომი, ეს ახალი დაწყებულია ეს დაკავებები ამის გამო, ახალი დაწყებულია მთელი ეს რაღაცა რეპრესიები და ამ ყველაფერს აუცილებლად დავინახავთ ამის შედეგებს. როგორც იცი უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია ზუსტად აი ამ ჩვენმა მედგარმა წინააღმდეგობამ. აი რომელიც რომელსაც
რუსთაველს ერთი წელი უსრულდება, ეხლა 28 ნოემბერს უწყვეტ წინააღმდეგობას, ასე ვთქვათ, და 28 ნოემბერს მაყურებელსაც ვეთქვი, რომ 7 საათზე თესეუდან პარლამენტის შენობამდე რუსთაველის გამზიარებამდე გვაქვს მცდელობა და დიდი აქცია ერთი წლის თავზე ამ უწყვეტი პროტესტის და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ დღეს ბევრი ადამიანი გამოვიდეს, იმიტომ რომ ყოველ მონაწილეობას ამ მსგავს პროტესტში და ყოველ ჩართულობას თავისი შედეგები აქვს და მათ შორის შიდა კლანური ომი, რაც საქართველოს ნებაში არის და ეს ერთმანეთის თავების ჩეხვა პოლიტიკური არის ამის დამსახურება და ის რომ საქართველოს ჯერჯერობით ისევ არის გეოპოლიტიკურ რუკაზე მონიშნული, როგორც რაღაცა დემოკრატიის მისწრაფების მქონე სახელმწიფო და სამწუხაროდ არადემოკრატიული და როგორც სახელმწიფო, რომელსაც უნდა ევროპული ოჯახის და ევროპული ასე ვთქვათ სივრცის ნაწილი იყოს, აი ამ პროტესტის დამსახურება არის, აი ამ რუსთაველის პროტესტის, რომელსაც აი კადრებსაც ვიშვებთ და ყოველ საღამოს აკავებენ, მაგრამ მაინც არაფერი არ უშავთ. მე ერთ ხანსაზე მინდა ყურადღება გავამახვილო აი ამ დაკავებებს, ნახეთ ამ დაკავებებს და აი ამ ბავშვების და სტუდენტების და მოქალაქეების დაკავებებს ახორციელებენ არა უბრალოდ რიგითი პოლიციელები და რიგითი თანამშრომლები ძალოვანი სტრუქტურებს, არამედ სამმართველოს უფროსები. რაც კიდევ უფრო ტრაგიკული. წამოდგინეთ, თბილისი არის 1.5 მილიონი ქალაქი თითქმის და თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი პირადად აკავებს ვიღაც სტუდენტებს და ბავშვებს, იმიტომ რომ ამ პროტესტში მონაწილეობა არ მიიღონ და იქნებ ეს პროტესტი გაუქმდეს. ეგ იცით რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს, რომ კრიზისი არის ქართული ოცნების მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, იმიტომ რომ არ შეუძლიათ დავალება მისცენ ვიღაცა თქვა დაბალი რანგის ჩინოსას, რომელსაც ევალება მსგავსი მოქმედებების განხორციელება, არ ენდობიან ან არასრულებს. მე მაგას დავამატებ. თვითონ არის ჩართული. აბსოლუტურად გეთანხმები, მე მაგას დავამატებ ერთ კიდე პატარა ელემენტს, რომელიც არ უნდა გამოგჩეს ხედულობიდან, რომ გარდა იმისა, რომ ერთ ტრაგიკულ ნაწილს უსვამს ხაზს, რომ თვითონ უწევთ ჩართო სამმართველოს ხელმძღვანელობას ამ დაკავებებში, რომელიც თავის ერთად აბსოლუტური აბსურდია. პარალელურად მე იმ დღესაც მოვიყვანე ეს მაგალითად ახლა კარგი მომენტია რომ გავიხსენე, რომ ტაქსში ვიჯექი, როდესაც მძღოლმა ძალიან უხეშად დაარღვია და ავხშფოთდი და მითხრა, რომ ეხლა ჩემთვის ვისცალია. ხო. ეს მეორე ნაწილია, როცა სამმართველოს უფროსი არის დაკავებული აბსურდით, მაშინ როცა პარალელურ რეჟიმში რა ხდება კაცმარცებს, ჩვენ ვიცით, რომ კრიმინალის მაჩვენებელი ამიტომაც არის გაზრდილი, იმიტომ რომ არავის აღარცალია მართლა იმ და როგორ. ეგ ერთი რომ ქაოსის წყარო არის, ყველაფერი დესტაბილიზაციის წყარო არის, იმიტომ რასაც უნდა აკეთებდეს, იმას არ აკეთებს, მაგრამ მეორეს მხრივ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს სისუსტის გამოვლენა არის. ესტონეთში საერთოდ ცხოვრობს 1.5 მილიონი ადამიანი. ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრი რეალურად უფრო ცოტა ადამიანს განკარგავს ესე, ვიდრე მაგალითად თბილისის სამმართველოს უფროსი და ეს მე არ გამიკვირდება მამუკა მდინარაძემ თვითონ დაიწყო საკამოსვლა და ხალხის დევნა და როგორც გუშინ გაიყიდა მატიაშვილი მის მანდატურების უფროსი ვიღაცას დასაჭერა თვითონ ფიზიკურად აი სამარცხვინოთ. არ გამიკვირდება რომ მამუკა მდინარაძემ დევნა დაიწყოს ეს აქცია. დანიშნავია რომ ეს კადრები რჩება და აი ამ ჩვენ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა სრულიად უდანაშაულოდ ხედან გიზ. ეხლა ისტორიის გადაწერა გაუჭირდებათ. ხალხი აუცილებლად შეცვლის მათ. ის საზოგადოება როგორადაც ყალიბდებით, ის მედია როგორადაც მედია ყალიბდება, მე მგონია რომ ორივე იქნება ცოტა ხანში ძალიან ძლიერი და ალბათ ისეთი როგორც არავის არ გვინახავს, იმიტომ რომ რაღაცა გასაჭირები ხო ზოგი ჭირი მარგებელი ხო ჩვენი გამოთქმა, ეს გასაჭირი რაღაცნაირად გწრთნის და გთელავს ახლებურად ადამიანსაც და საზოგადოებასაც ხო როგორ ვინად ყალიბდება დღეს საქართველო რეგიონში ჩვენ ვიცით რომ ძალიან დასუსტებულები ვართ პოლიტიკურად ძალიან და ჩვენი ეხი მეგობრები ვიცით რამდენად წინ მიდიან ახლა და ყველას გვინდა რომ ჩვენც მათთან ერთად ვიყოთ. როცა იქნება ეს პროცესი დასრულდება ერთ დროს ფლაგმანები. ეს პროცესი დასრულდება ეს კრიზისი, ჩვენ ვიცით და უნდა დავიწყოთ ძალიან სწრაფად, ძალიან ახალი საქართველოს აშენება. ვინ იქნება ის, ვინც ამას ახალ საქართველოს აშენებს? შენი ხედვით, როგორ ხედავ? კი. გუშინ თქვა მარკ რუტემ თქვენი სიტყვების დასტურად ნატოს გენერალურ მდივანმა, რომ მე ძალიან კარგად ვიცი რაც ხდება საქართველოსშიო, განსხვავებით სომხეთისგან, აზერბაიჯანისგან, ეს საშინელი მდგომარეობა არის, მაშინ როცა იქ აბსოლუტურად დადებითი ტენდენციები არის ყველა მიმართულებითო და ხო ეს უკვე ძალიან შესამჩნევია, რომ ჩვენს რეგიონშიც კი სამხრეთ კავკასიის რომლის გეოგრაფიული და პოლიტიკური ცენტრის ვართ და ვიყავით, აბსოლუტურად ჩამორჩენილი და მაჩანჩალან მდგომარეობაში ვართ ქართული ოცნების გამო. ისიც სწორი არის და სწორად თქვა ნატამ, რომ იცით რა დრო რომ მიდის დაკვეთები იცვლება ადამიანებში, ანუ რა გჭირდება რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა, საიდან უნდა დავიწყოთ პრობლემის გამოსწორება და საერთოდ უნდა წავიდეთ დროთა განმავლობაში და გამოცდილებას ეს ყველაფერი მოაქვს და უფრო კარგად ვიცით. ეხლა რაც გჭირდება აუცილებლად, აი ძალიან მარტივი რაღაცები არის გამოსასწორებელი, ხო? მართლმსაჯულებიდან დაწყებული, რომ აი ესეთი ჩაგვრა არ ხდებოდეს ადამიანების და კონდეს შესაძლებლობა იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალი იპოვო და ყოველ წამს რუსთაველზე არ გიწევდეს გასვლა აქციაზე, არამედ შეგეძლოს ინსტიტუციებში შენი სამართლის პოვნა. აქედან დაწყებული აი ელემენტარული, აი რაღაცა ეს მოგონილი კანონები იმისთვის, რომ ამათმა
პირადი ქონება შეინარჩუნონ და ხან ოფშორად გადააკეთეს მთელი ქვეყანა და ხან რაღაც დაგვაშორეს ევროინტეგრაციას, იმიტომ რომ ბიზნეს ივანიშვილის თავში აქვს რაღაც არეული. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გასაუქმებელი და მოსაშორებელი. ამის გარდა გვჭირდება ელემენტარული სამართლიან წესებზე შეთანხმება. როგორი მდგომარეობა უნდა იყოს ისიც რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აი თუნდაც დღეს ქართული ოცნების მხარდამჭერები და წევრები რო არიან ან ჩვენგან განსხვავებულ აზრზე რო არიან, უნდა ქონდეთ განცდა რომ თუ ისინი არიან ასე ვთქვათ ამ საზოგადოების ნაწილი, ექნებათ მათ შესაძლებლობა რომ თავის სამართალს იპოვიან, თავის აზრს გაიტანენ, თავის სიტყვას გაიტანენ. ამ ქვეყანაში ნახეთ, აი ეს კორუფციულმა სკანდალმა ის საჩვენა რომ მიუხედავად იმისა რომ ამ ქვეყანაში რაღაცა კაპიტალი ტრიალებს ეკონომიკური ზრდა ფურცელზე არის, მოსახლეობა უფრო ღარიბდება, უფრო დიდი ემიგრაცია გვაქვს და აქ ჩამოსვლა არავის აღარ უნდა და გაქცეული ემიგრანტების ხმის უფლება ჩამოართვეს და ეს ქართული ოცნების პროპაგანდისტები იმასაც ახიან რომ ეხაო აქ თუ არ ჩამოვლენ და ნარს თუ არ ითამაშებენ და დომინოსო, ეგენი ვერ მიხვდებიან, ხმავის უნდა მიცენ, ხო ხტებით, აი როგორ აღრეული არის ყველაფერი მორალურად და ამაში შეიძლება ანუ ადამიანზე ორიენტირებული უნდა გავხდეთ გესმის? მეც აი ჩემი პარტიაც, მეც მაგას ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები. არც ოლიგარქები ვართ, არც რაღაცა დინასტიის წარმომადგენლები ვართ და არც რაღაც სხვანაირი ბექგრაუნდი არ გვაქვს ისეთი რომ არ გვესმოდეს ქართულ ხალხს რა სჭირდება. აი აქ სატრანსპორტო პოლიტიკა რო არის გამოსასწორებელი, იმიტომ რომ ნორმალურად მოვიდი აქამდე, რომ პოლიტიკური პარტიების მიმართაც შეიცვალა უკვე საზოგადოების დაკვეთა უფრო მეტ სხვანაირები ვიქნით. მე თქვენი ცნებართით ალბათ აღარ აიტანს თქვათ ისეთ საჯარო მოხელებსაც თქვათ აი როგორც მაგალითად ჭეჭინაძეა.